მე ჩემ ნაწერებსაც მინახავდი. პრობლემად მაგალითად ძალიან საინტერესო მოთხრობას წერდით და მე უცებ დაგავიწყდებოდ გაგრძელება და მოგიწევთ შეწყვეტა. კი, მომსულია. ძალიან მომეწონენ თქვენი ბავშვები. ტყუილად არ ვამბობ, ბევრ გავყოფილი ვარ სკოლაში, მაგრამ რაღაცა თითქოს განსაკუთრებულად თბილი ბავშვები არიან. ნუ კითხვები დამისვეს, რა თქმა უნდა, საინტერესო და განსაკუთრებით ძალიან ბევრი კითხვა იყო, რამდენი წლის ვარ და ასაკზე, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ბავშვებს უკვით ცოცხალი ავტორის ნახვა და ამიტომ ძალიან დაინტერესდნენ ჩემი მალე საპენსიო ასაკით. ძალიან საყვარლები იყვნენ და მიხარია რაღაც აი ბიჭებიც და გოგოებიც. ეხა იცით ეს უფრო გოგოვე ტექსტია თითქოს, მაგრამ საერთოდ მიხარია რომ კითხულობენ და ბავშვებს წიგნები უყვართ. ეხა ზოგი გულში ისე იხუტებდა რომ აი ძალიან გული ამიწუყდა წიგს ისე იხუტებდა და მნიშვნელოვანია რა მე ძველი თაობის ადამიანი ვარ, ძველმოდური ვარ და თვლი რომ აი წიგნების კითხვა არის უმნიშვნელოვანესი და ნუ თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან დევნიან წიგნებს ჩვენი ცხოვრებიდან. მე თვითონ ვარ მაგის მაგალითი. თავთან მიწყვია ბევრი წიგნი, მაგრამ კომპიუტერს ვამჯობინებ ხოლმე. ასე რომ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ვთვლი რომ უფრო მნიშვნელოვანია ბავშვობაში კითხვა. მე თუნდაც მოიკითხავენ. აი ბავშვობაში კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაფერი ბავშვობიდან იწყება და ყველაფერს ბავშვობაში ეყრება საფუძველი და აი მომეწონენ თავისი ჭკვიალა ანთებული თვალებით. ეს ერთ ლამაზ ბოკლოდში მეწერა და ერთი ჩემი ახლობელი გადამეკიდა რომ წამოდიო იქ რაღაცაო გაზეთი იყო და იმის რედაქტორიო და წამოდიო და ვაჩვენოთ ეს შენი ის ჩანაწერებიო და წაიკითხოს